აღმოჩენა ძველ თბილისში მირზაშაფის ქუჩაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისას ძველი ნაგებობების ნაშთები აღმოჩნდა. მშენებლობაში არქეოლოგიური ჯგუფის ჩართვის შემდეგ 100-120 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რამდენიმე ნაგებობა სათავსო აღმოაჩინეს. ექსპედიციის წევრთა ვარაუდით აღმოჩენილი შენობა მე-11-მე-13 საუკუნეებს განეკუთვნება. ადგილზე ასევე ნაპოვნია მონეტები, მოჭიქული კერამიკა, თიხის ჭურჭელი და ოქროს ბეჭედი ალმადინის თვლით. თბილისის გულში უძველესი ისტორიული უბნის ასე ვთქვათ ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც კიდევ ერთ დამატებით ფურცელს გვიშლის ძველი თბილისის ისტორიისა, რომელიც თარიღდება სავარაუდო წინასწარი მონაცემებით მე-11-მე-13 საუკუნეებით. აღმოჩნდა ძალიან მდიდარი არქეოლოგიური მასალა, ულამაზესი მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები, აღმოჩნდა სამკაულიც, მაგალითად ოქროს ბეჭედი და ასე შემდეგ. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლი უფრო სწორედ ეს ნაშთი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, წარმოადგენს ძველი თბილისის დასახლებისთვის დამახასიათებელ ტიპს, ანუ ტერასულ დასახლებას, სადაც გამოვლენილი ეს კედელი წარმოადგენს საყრდენ კედელს ზედა ტერასისთვის. თვითონ ეს ნაწილი ჩვენ მიერ აღმოჩენილი არის ჰიდრაულიკური ხსნარით შელესილი და საკმაოდ ისეთი მყარად ნაგები, რაც ვარაუდ გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ იყო რაღაც ან აბანო, ან რაღაც წყალთან დაკავშირებული.